მოკლედ, დღეს ავხსნით, როგორ გააკეთა ხალხმა ჩვენთან ერთად ფული და ეხლა განმოსავლები მიზიან და იმათაც უნდა ავხსნა. თუ რატო გავხსენით ეს ტრეიდი და რატო მოვიგეთ ამდენი რაც მოვიგეთ. ჯერ გაჩვენებთ ხალხის პროფიტებს. აი, $500, $250, $850, $200. აუ ბიჭებმა $453 და ამაზე მეტი უნდა გაეკეთებინა, უფრო ზემოთ წავიდა ფასი. $1000. ასე. აუ. როგორ აკეთებს ეს ხალხი ამას ჩვენთან ერთად? ნუ, ჩვენ რა ტრეიდს გავხსნით, მაგას ავხსნით დღეს. მოკლედ. აი ხაზი ორაგერ მოსავლებთან ერთად. და დღეს სხვათა შორის ერთ ტრეიდი წავაგე და ერთ ტრეიდი მოვიგე. გულო, მაინც შე რო იცოდე, ერთ ტრეიდი მე თორ გამიხსნია. ორი ტრეიდი გავხსენი. პირველ ტრეიდში გავრისკე $235 იყო და მეორე ტრეიდში გავრისკე $170. პირველ ტრეიდში რატო შევედი? პირველ რიგში მარკეტზე რო გადავხედოთ დღიურზე, ხო? მე მარკეტზე ბულიში ვარ. მარკეტი ჩამოვიდა აი ამ დღიურ ორდებლოკში და აქედან ვარ ჩაოლებრად მარტივად ბულიში რა. ასევე რო დავხედოთ მარკეტს აი ამ ლოუებზე გვაქვს S&P. აი ამ ლოუებზე გვაქვს S&P, რატომაც ავირჩიე რომ ისიმე ტრეიდი, იმიტომ რომ ES უფრო ბულიში იყო ვიდრე NQ. გადავიდე ახლა 15 წუთიანს. 15 წუთიანზე რა ხდება? რა სიტუაცია მაქვს? დისპლეისმენტი მაქვს და ბრეიქერ ბლოკი გვაქვს გაკეთებული. ეს იყო ჩემი ნარატივი მთლიანი 15 წუთიანზე და აი ამ ბრეიქერ ბლოკს ვიყენებდი, რომ გამელონგა და აი ეს ჰაიები დამეთარგე, ნუ ეს ჰაი დამეთარგეთებინა და კიდე ზემოთ ეს მქონდა მიზანი აი ეს ჰაი რა. გადავიდე 1 წუთიანზე ახლა. მოკლედ, აქ რა სიტუაცია გვაქვს? NQ-ზე ამ ლოუებზე მგონი როგორც მახსოვს S&P არის. დისპლეისმენტი ქონდა, დიდი დისპლეისმენტი კარგი არ არის, გასაგებია, მაგრამ ნუ მაინც არ მეგონა, რომ ამ ლოუს მარკეტი აიღებდა და ეს აი ამ ორდერ ბლოკზე შევედი ლონგში. ესე ვიყავი ლონგში. სტოპ ლოსი მეყენა ლოუზე, იმიტომ რომ ზოგადად ჩემგან ეს შევოდა იღეთ, მარკეტს რო დაბალი ვოლუმი აქვს, ხო? სტოპ ლოს სულ ლოუზე ან ჰაიზე ვაყენებ ხოლმე. და აი ეს რით წავაგეთ მოკლედ. ნუ შემეძლო ერთი ის მე თქვა რომ ნუ ეს მარტო ეს სხვათა შორის ძალიან ცოტა წააგო ჩემთან ერთ, იმიტომ რომ NQ-ზე იყვნენ ტრეიდში და იმათმა ბრეიქ-ივენს დახურეს ტრეიდი. ეს მე მგონი მე და რამოდენიმე წავაგეთ მარტო. ამ ჰაიზე რომ S&P იყო ერთი ის იყო რომ შეიძლება ბრეიქ-ივენს გადავსულიყავი, მაგრამ ES ძალიან ის სუსტი იყო და რავი, მაინც არ გადავედი და ვენდე ბოლომდე რა. მერე უკვე რო ჩამოვიდა სტოპ ლოს ჩამერტყა, ძალიან იშვიათ შემთხვევაში ვხსნი ხოლმე მეორე ტრეიდს რა, მაგრამ რადგან არც ბევრი წამიგია და არც მეორე ტრეიდში ბევრი არ გავრისკებ, თან დარწმუნებული ვიყავი ამ ტრეიდში, არანაირი ემოციები არაფერი. აი აქ რო ჩამოვიდა, აი ამ ლოუებზე S&P ქონდა და დისპლეისმენტი აი ესენთელი რო ესე დაიხურა, ხო? აი ძალიან ბევრ შემთხვევაში ნახავთ, რომ აი ეხა ეგ რიტეილ და დამბანი როგორ ფიქრობს რა, ფასი რომ აი ხა აქ ვინც ლონგში იყო, მაგათაც ჩემთან ერთად წააგო, ესე დისპლეისმენტი რო ხდება ქვემოთ და აი აქ ესე ძლიერი მოძრაობა, აი რას ფიქრობს რიტეილ ტრეიდერი? რიტეილ ტრეიდერი აქ ფიქრობს, აღარ წავა ზემოთ, ქვემოთ ჩამოვა. აქედან შორტავს. მე კიდე რადგან მაღალ ტაიმფრეიმზე ვიცი რომ მარკეტი ბულიშია და ჩემს ნარატივს და ბაიას ვენდობი, იმიტომ რომ სხვა მეორე მხარე არ განიხილება, როცა ეგეთ დარწმუნებული ხარ ტრეიდში, რომ დრონ ლიკვიდიტის მეორე მხარეს ვერ ხედავ. ამიტომაც ესეთი ძლიერი სანთელი რომ მანახა აქ უკვე, რავი, ეგრევე ლონგში შევედი, შეგლა აქ ნებისმიერ ადგილას შესულიყავით ლონგში, ან ამ ვოლუმ ბალანსზე, ამ ფეროლგებზე, ამის დისრესპექტზე მნიშვნელობა რა აქვს რა. აქ ეგრევე შევედი ლონგში, სტოპი აქ მეყენა და take profit-ი თავიდან take profit არა, სტოპი აქ არ მეყენა და აი ცოტა ინტერესი მქონდა სტოპი აქ მეყენა. ხო, პირველი ტარგეტი მქონდა ეს. პირველი ტარგეტი არა, partial-ის აღებას, partial-ი ვაფშე არ ამიღია, ანუ პოზიციის ნაწილი ვაფშე არ ამიღია და მივყვებოდი აქამდე. მაგრამ ეხლა რა სიტუაცია შეიქმნა თან? აი ესეც ჩემგან რჩევათ და სასწაულებად. აქ მქონდა S&P. ჩემი იდეით, რავი, live execution-ებში თუ ხედავთ ხოლმე, ვაწერ ხოლმე რომ დიდი სანთლები უნდა წამოვიდეს, ხო? აი ამ ჰაის აღების მერე დიდი სანთლები უნდა წამოსულიყო და ეს მეორე ტარგეტიც, ხო, რაც პირველ ტრეიდში მქონდა მეორე ტარგეტი. ამიტომაც მე ტარგეტი გავზარდე აქამდე, ოღონდ ტარგეტი არ გამიზარდოთ ესე პირდაპირ რა. ესეთი რაღაცა ვთქვი. თუ აი ამ ჰაის ზემოთ დიდი სანთელი წამოვიდა თქო, ხო? აი სადღაც აქ რო იყო ფასი, stop loss ავწევ აი ამ lows, აი ამ ჰაიზე მეთქი. ანუ იმას რა ტარგეტიც მქონდა, რა მიზანიც მქონდა, იმას იმდენს მოვიგებდი. და ნუ თუ ავიდა საბოლოოდ აი ეგ უკვე მთლიან პოზიციას ჩავხსნი მეთქი რა. ამ ეს ტრეიდი იყო ჩემთვის 1-4-თან. რაც წავაგე, იმის გასამაგებული მოვიგე ამ ტრეიდში შეთვალეთ. ეს იყო რატომაც გავხსენი ეს ტრეიდი. ავი, დღესაც სულ ეს იყო ხალხო. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. წარმატებულ ტრეიდინგს ისურვებთ.